იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების გარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ლეგიტიმურობას ბარიერ გადალახული პარტიებიდან არც ერთი აღიარებს. ახალი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება დაიწყო. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ საარჩევნო გარემო ყველა პარტიას აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს საარჩევნო მარათონში. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სკეპტიციზმის მიუხედავად ისინი მაინც ჩაერთვებიან პროცესში. ჩვენი არ შემდგარი ოპოზიციის საქმე რო ვიცით, კარგია რომ დღეს ამას ამბობ, ხო გამორიცხა ყველამ კატეგორიულად თუ არ მივიღებთ მონაწილეობასო, მამუკა ხაძარაძე მოღალატე იქნება ის ვინც მონაწილეობას მიიღებსო, აგერ დადგება ოქტომბერი ისე მიიღებენ მონაწილეობას მზე მაღლა იქნება. დაახლოებით 700,000 ამორჩევლის დავალება მათ არ შეასრულეს და მანდატები დატოვეს. და ასევე ანგარიშსაც ისინი არ აბარებენ ქართულ ხალხს, თორე სადაც გამოჩნდებოდნენ და დაელაპარაკებოდნენ, სადმე წავიდოდნენ, რეგიონში ჩავიდოდნენ, ხალხს შეხვდებოდნენ. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, ელოდებიან რაც ექნებათ დავალება ზუსტად ისე მოიქცევიან. გასულ არჩევნებში მანდატები მიღებული და შემდეგ უმანდატოდ დარჩენილი პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ერთადერთი არჩევნებისათვის ემზადებიან და ის არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ან ორივე არჩევნებს ერთდროულად. მათივე განცხადებით, თუ ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა არ გადაიხედა და სისტემა კვლავ ქართული ოცნების პოლიტიკურ გავლენებში დარჩა, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებასა და მასში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს. ეს კი მათივე თქმით, მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვისა და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მოხდება. მოთხოვნა არანაირ თვითმმართველობის არჩევნებზე არ არსებობს მხოლოდ ახალ არჩევნებში. ჩვენ რა თქმა უნდა ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება ეს ხელახალი არჩევნები, იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარებული ხელახალი არჩევნები თუ რა, ესე ვთქვათ, მოცემულობაც და რა კონფიგურაციაც არჩევნებს არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ვინმეს ეშინია დღეს ქვეყანაში საარჩევნო ესე ვთქვათ პროცესის წარმართვის თუ ვინმეს ეშინია კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას, ეს არის ქართული ოცნების რითი დასტურდება, იცით? აი აქ ბოლო გაყალბებული არჩევნების შემდეგ მათ კიდევ უფრო მეტად გააუარეს ეს და მოირგეს საარჩევნო კამპანია. მათ იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ძალაუფლების შენარჩუნების. თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად თუ არ შედგა შესაბამისი ცვლილებები. ამიტომ ეს არჩევანზე კი არ არის, ეს საუბარი აქ არის იმაზე, რომ ჩამოვიდა შესაბამისად ევროსაბჭოს დელეგაცია, შეისწავლა ქვეყანაში ვითარება და თქვა, რომ ან უნდა გადადოთ ადგილობრივი არჩევნები, იმიტომ რომ არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ასე რომ აქ საკითხი იმასთან დაკავშირებით კი არ არის, მიიღებს თუ არა ვინმე მონაწილეობას არჩევნებში, არამედ საერთოდ არჩევნები კიდე არსებობს ამ ქვეყანაში თუ გააუქმეს უკვე ოფიციალურად, იმიტომ რომ დასავლეთი დღეს გვეუბნება, რომ გაუქმებულია არჩევნები. ქართული ოცნების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმ წესით ჩატარდება, რა წესითაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ნახევრად პროპორციული და ნახევრად მაჟორიტარული წესით, ასევე 4%-იანი ბარიერით. ზუსტი თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ცნობილია თვე. ეს არჩევნებიც ოქტომბერში გაიმართება. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.